მოდი წეგანდეს დაუბრუნდები რა ძროხის რძება ახსენეთ. დიახ. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი თუ საშიშიც აღმოჩნდა თურმე რაც არ ვიცოდი? დიახ, იმიტომ რომ მასში არის მაპროვოცირებელია? ისეთი ნივთიერება, კი, რომელიც უშუალოდ მოქმედებს უარყოფითად კუჭქვეშა ჯირკვლის იმ ბეტა უჯრედებზე, სადაც გამომუშავდება ინსულინი. და რა საკიდან არ არის რეკომენდებული, რომ პირველი წლის განმავლობაში, აი პირველი ცხოვრების პირველ ეტაპზე, ხო, იმ პერიოდში იქნეს მიცემული პროდუქტები ძროხის რძის შემადგენლად. და გაროტონა კადრელი, თქვათ თხის რძე, ან სხვა ალტერნატიული რძე, არც ეგ. დიახ, უმჯობესია, რომ ეს ცოტა მოგვიანებით. დედის რძეს შემცვლელი არ არის. იცით რა, დედის რძეზე სხვათა შორის არის კითხვის ნიშნები, რასთან დაკავშირებით, ანუ ის შემცველობა იმ ნივთიერების არის დედის რძეშიც და არის ესეთი კვლევები, როდესაც ბავშვები დიდხანს არიან დედის რძეზე, აი 2 წლის, 3 წლის ბავშვები, იმათთანაც შეიძლება იყოსო მაპროვოცირებელი ფაქტორი, არის ესეთი მინი კვლევებიც ამასთან დაკავშირებით.